წავედით მილანში ჩემს გუნდთან ერთად მოდის კვირეულზე და ასევე თამოსკინის მაღაზია არის რემონტის პროცესში და უნდა ავარჩიო დღეს კედლების ფერი და იატაკის ფერი და ყველაფერს გაჩვენებთ რა თქმა უნდა. მე ზუკა და მარიკო ამ მოდის კვირეულზე ბევრ ღონისძიებაზე ვერ ვარ, იმიტომ რომ შემდეგ კორეაში მივფრინავ საქმიანი ვიზიტით, ამიტომ რასაც მოვასწრებ. 4 საათი და 20 წუთი გქონდა ფრენა, პასპორტ კონტროლზე ვიყავით საათნახევარი, მივედით სასტუმროში, ეხლა ვისვენებთ, გამოვიცვლი და წავალ მაღაზიაში, იმიტომ რომ მელოდებიან და ყველაფერს გაჩვენებთ. რემონტის პროცესშია, მარიკო. შენ არ იცი? გამოდი მეშინი. შენი კვეკა. გამარჯობათ. როგორ ხართ? შეიძლება გადაგიღოთ? ესე იგი, მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ კობა. ძალიან დიდი მადლიერი ვარ თქვენი და მიხარია რომ ქართველები იქნებით იტალიაში და მილამაზებთ მაღაზიას. წამოვყევით, ესე იგი, არ შეგეშინეთ პირველ რიგში, ეხლა არის დამუშავებული კედლები და აქ იმიტომ რომ მომწონთ ბატონო კობა შუქი არ გვაქვს, იმიტომ რომ გაყვანილობას ვაკეთებთ დენი. ასევე კედლები არის მომზადებული რომ შეიღებოს და იატაკი. დღეს რას ვაკეთებთ? ვარჩევთ ჩვენ, ბატონო კობა. ჩვენ ვარჩევთ მაღაზიაში გავარჩევთ იატაკს. რაღაცა მნიშვნელოვანია. აბა მაჩვენეთ როგორ. უბრალოდ ოდნავ ბნელა. მაღაზიაში შევარჩევთ ისე კატალოგში. ხო? კატალოგში მირჩევნია ფერები შევარჩევ. ეხლა მივდივართ, უნდა შევარჩიოთ იატაკის მასალა და ხვალდაზე უკვე ავეჯი და რაღაცეები. ანუ სტენს რო ხსნი ხოლმე თბილისში, ეგ როგორ მიხარია წარმოიდგინეთ, მე 1000 სტენს ხსნი და მაღაზიაში ახლა მასალებზე რო დავრბივარ და ასე შემდეგ. როგორი იცი რა კაი გრძნობაა ახალ, ხო? ეს კაია. აი ეს კაი ფერია ძალიან. ეს სისქე. არა, ფერი არ მომწონს. გავაკეთოთ განათებების ცოტა წვრილი განათებები გვინდა. პრობლემაში როა ეს რგვალები რო გავაკეთოთ. ხო, აი ეს დეკორს რო რაც შეიძლება დეკორში დავამატოთ მერე და ასევე უჯრების როცა გავაკეთებთ, ხო? ამას გვინდა, იმიტომ რომ ანუ ნახე როგორ არის ჩვენ ამ რეცეპშენს ვაკეთებთ აქეთ ხარეს რო შევიდეთ. ესა და ეს ყავს კედელი, ეს ავეჯის ფერი და ვიდრე ძალიან მოხდება ერთმანეთს. აი ის არის კაი, ხმოძრა. ესა? ორივეა? დღეს მივდივარ რობერტო კავალის ჩვენებაზე და ეხლა გამომისავნეს ყვავილები და მოსაწვევი. ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ. ეს ზოგადად წავაკითხე. სანამ მე ამოვიღებდი, რომ ინგლისური არ ვიცი, ასე რომ ვიცი უკვე რა წერია. ძალიან დიდი პატივია დღეს რომ დაესწრები ჩვენ შოუსო და ძალიან ბედნიერი ვარ ხალხო, იმიტომ რომ იყოთ რომ როდესაც უგზავნით ხოლმე რობერტო კავალის მეილებზე რომ დავსწრებოდი ჩვენებას და ეხლა უკვე ის დრო დადგა რომ აქეთ გამომიგზავნეს და ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს დღევანდელი კავა ჩემი ძალიან მოგეწონებათ. ეს კავა გუშინ ავარჩიე რომ მივედი მაღაზიაში და დავინახე, გავგიჟდი და ვთქვი რომ ეს კავა ჩემი უნდა იყოს თქო და თან ყოველთვის სადმე თუ მივდივარ ერთი იცოდეთ რომ ძალიან ღელავ. თქვენს გამოვღელავ რომ როგორ მოგეწონებით აბა როგორი ვიქნები, მაგრამ მარიკო არის ჩემთან ერთად ვიცი რომ თმა და მაკიაჟი იდეალური იქნება დღესაც ხვალაც და ძალიან მიყვარხარ ჩემო მეგობრებო და ყველა ძალიან მიყვარხარ, ძალიან მობედნიერებს მართლა და ძალიან ბევრი მოდისახია კიდევ სადაც არ ყოფილა ღონისძიებაზე, მაგრამ იმედი მაქვს რომ სამწუხაროდ იქაც ვიქნები და ისიც გამისცადე ესეთ მოსაწვევებს. Yes. მოვიდა ჩემი რობერტო კავალის ულამაზესი კავა და შავი ფეხსაცმელი. აიმე ძალიან ლამაზი კავაა, თქვენ არ იცით. ეს იყო რომ დავინახე, ეს ჩემი უნდა იყოს თქო და დავიწყეთ მომზადება. ეხლა ვარ დინერში და ეხლა უნდა გაჩვენოთ ყველაფერი, ყველა ვიდეო. ვერ მოვახერხე აქამდე მეგობრებო. ვერ მოვახერხე რომ ჯამეზიარებით, მაგრამ ეს ის კავაა, კი ეს ის კავაა, რომელიც მომეწონა სექტემბრის 1-ში და ეს ყველაფერია.
და დავიწყოთ ვიდეოს გაზიარება. ისე ხო იცით რა მისია თავკოსმეტიკა. ხარია მოგესალმე. ასეთი ძადიება, ვიცით რა თქმა ეხლა დავიწყოთ ვიდეოს გაზიარება. ვაუ. Georgia. Second generation. Никим Марауле, ну тоже на здоровье, понравилось. Доброе. საოცრად ლამაზ შოუ აი საოცრად დამიფიქრო მე ძალიან ლამაზი კაბა მეკუსა ცია ეხლა მივდივართ DFC-ზე ბრუნდები სასტუმროში, აი ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ასეთი სიყვარულისთვის, სითბოსთვის. ეს კაბა არის ის კაბა, რომელიც სექტემბერში ვესწრებოდი რობერტო კავალის ჩვენებას და გავგიჟდი და ძალიან მომეწონა და გუშინ მაღაზიაში მივედი, ანუ ეს მინდა თქო. მე რაღაცა აპატარავით გადააკეთეს და გამომიგზავნეს დღეს სასტუმროში. ტუჩებზე მისვია თამო კოსმეტიქსი, რომელიც არასოდეს არ გიღალატებთ, თამო კოსმეტიქსის ბლაში მისვია ლოყებზე, არ დამილევია, იმიტომ რომ ხვალ ძალაც მინდოდა ერთ ჭიქა კოქტეილის ძალება, ძალიანაც, მაგრამ ვერ დავლი, რადგანაც ხვალბარ სამ ღონისძიებაზე და სახე არ უნდა ყოფილიყო შესიებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩემს გუნდს, მარიკოს და თას ზუკას დღეს ვინც გვერდში მედგა. თქვენ ჩემო გამომწერებო, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან ნერვიულობ. ზურაც იყო ბურჯანაძე იქ დამხვდა, არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა ყველას და ჩემ ქართველს საყვარელ ადამიანებს.